მოიხსენებათ უკვე რამდენი ხანია, თვეებია საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ოპოზიციის მხრიდან. სიმართლე გითხრა, რა საპროტესტებენ, ცოტა ძნელი გასაგები არის იმ გაგებით, რომ არანაირი, ვთქვათ, მტკიცებულება არჩევნების გაყალბების, არჩევნებთან მიმართებაში რაღაცა ნეგატიური პოზიციის არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ასეთი რამ არ დაუფიქსირებია, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც არიან სამწუხაროდ დაფინანსებულები და ასრულებენ უცხო ქვეყნის დავალებებს, ყველაფერს აპროტესტებენ, რომელიც ვთქვათ, დავალებით ექნებათ, ვთქვათ, მიცემული და ამ ბოლო დროს აშკარად იკვეთება, რომ აგრესიის მუხტი ძალიან მოემატათ, არ ვიცი ხა ეს რასთან არის დაკავშირებული, მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც თვითონაც ვერ შეთანხმდნენ, ვერ ჩამოყალიბდნენ, ვინ მონაწილეობს, ვინ არ მონაწილეობს, პროტესტის რა ფორმა აქვთ, ასე ვთქვათ, არჩეული ასახელებენ კანდიდატებს, არ ასახელებენ, გუშინ იყო ბოლო და ეხლა გამოჩნდება ყველაფერი, ეჭვმაქვს, რომ ალბათ ყველა რაიონში მერობის კანდიდატსაც ვერ დაასახელებენ ეს ოპოზიცია, რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში და აგრესია ემატებათ და ასე ვთქვათ, უფრო და უფრო ვთქვათ, თავხედობის ზღვარს უახლოვდებიან თუ არ გადადიან უკვე. გუშინ წინ მოიხსენებათ იყო ქალაქის მერობის კანდიდატის, მომქმედი მერის კახი კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნა სასტუმრო საქართველოს შენობაში და ძალიან ბევრი თვალსაჩინო ადამიანი, მხარდამჭერი, გულშემატკივარი, სხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ მისულები იქა. რა ვიცი, გარეთ აქციის ფონზე მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, კიდე გავიმეორებ, რა საპროტესტებდნენ, ვერ გავიგე რა, ახლა მერობის კანდიდატს მართლ პოლიტიკური ძალა დაასახელებს ბუნებრივია და კაცი, რომელიც უკვე კარგი ხანია ქალაქის მერი არის, პარტიის პოლიტიკური მდივანი, ბუნებრივია, მას შტაბი რომ უნდა კონდეს და არჩევნებისთვის, ასე ვთქვათ, მოემზადოს, ამაზე ორი აზრი ხო არ არსებობს. მაგრამ მთავარი პროცესები ხდებოდა გარეთ ქუჩაზე, როდესაც ეს ადამიანები აგრესიულად ექცეოდნენ, ვთქვათ, მოსულ, მოდი დავარქვათ, საზოგადოებისათვის ცნობად სახეებს და როდესაც ჩვენ მე და ბატონი სოსო რობაქიძე გამოვედით შტაბიდან, აბსოლუტურად უწყინარი, ვთქვათ, სიტუაცია იყო, აბსოლუტურად მოულოდნელად ჩვენ და გასაკვირად იქ სადაც პოლიციელების კორდონი იდგა, იქეთ ხარეს იყო რამოდენიმე ათეული ალბათ მომიტინგე, ერთ-ერთმა ძალიან ვულგარული ფორმით, ძალიან ხმამაღლა მიმართა სოსოს და დაუძახა, რომ ეს რობაქიძის მამა, ეს აფერისტი და დედა შეაგინა. პირდაპირ მნიშვნელობით, ასე ვთქვათ, და ამაზე რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ რეაქცია, ასე ვთქვათ, რაღაცა ხმები გააძლიერეს თუ შეიძლება ასე ითქვას და ბუნებრივია ხა სოსო ქართველი კაცია და მასაც ჰქონდა ადეკვატური რეაქცია და ჩვენი გაღიზიანება მაშინვე გამოიწვია ბუნებრივია ამან, მაგრამ უფრო მეტი გაღიზიანება და შეურაცხყოფილად გრძნობს ყველა, ასე ვთქვათ, ღირსეული ადამიანი, ვინც იცის სოსო რობაქიძის ოჯახის ტრაგედია, მაპატიე და არ მომერიდება ამ ნაძირალებმა მოუკლეს ერთადერთი შვილი, შეეცადნენ რომ დაებრალებიათ მისთვის, რომ ვითომ ის იყო ბანდიტი და ბანდიტები ჯგუფთან ერთად იყო. ნახევარი საათი ბავშვი იყო ცოცხალი და სასწრაფო არ მიუშვეს, სანამ არ მოაგვარეს თავის, ასე ვთქვათ, იარაღები არ ჩადეს, სანამ არ მოიტანეს პოლიციის სხვა განყოფილებიდან, ასე ვთქვათ, ვითომ მათი იარაღები რომ მათთვის, ასე ვთქვათ, ხულიგნობა და ბანდიტობა დაებრალებინათ და ასე ვთქვათ, ადამიანს არ დარჩა არც შვილი, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში არის და ასეთ ადამიანს რომ კიდე შეურაცხყოფას მიაყენებ იქეთ და შეაგინებ, ნუ არ ვიცი ახლა ამას არანაირ ადამიანურ, ასე ვთქვათ, ჩარჩოში არ ეტევა რა, ნუ ქართულში რო არ ეტევა, ეგ თავისთავად არის, იმიტომ რომ შვილ მოკლულ მშობელს, მამას,
დედას რომ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენოს, მე ესეთი რამ არ გამიგია სიმართლე გითხრათ რა. და კიდევ უფრო მეტად ჩვენთვის ასე ვთქვათ სოსოს მხარდამჭერებისაც და მერწმუნეთ საქართველოში არის მილიონობით ადამიანი, რომელიც სოსო რობაქიძის და ასე ვთქვათ სხვა შვილმოკლული მშობლების, ისე როგორც არის სანდრო გირგლიანის მშობლები, ისე როგორც გიორგი გამცემლიძის და სხვები მრავალი ასე ვთქვათ ადამიანები, რომლებიც უმოწყალოდ ჩახოცეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა მოკლეს ქუჩაში ნაციონალური მოძრაობის დროს. ამიტომ ამ ადამიანებს აქვთ ბუნებრივია პროტესტი ამასთან დაკავშირებით და პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ საღამოს, ან გუშინწის საღამოს TV პირველზე გასულმა სიუჟეტებმა, სადაც ასე ვთქვათ ამ ფაქტის მეორე ნაწილს აშუქებენ, მხოლოდ სადაც სოსოს ჟესტიკულაცია ჩანს და აკეთებენ ასეთ კომენტარს, რომ ესე იგი იქედან გამოვიდა შტაბიდან სოსო რობაქიძე, ქართული ოცნების მხარდამჭერი, ამას უსვავენ ხაზს და მან ვთქვათ ჟესტით გამოიწვია ამ ადამიანების აგრესია. რა თქმა უნდა, ისინი არ აჩვენებენ იმ პირველ ნაწილს და არ არსებობს რომ ეს არ იყოს ჩაწერილი და ტელევიზიებს არ კონდეს რომელიმეს, მაგრამ ეხლა თავის თავს ხო არ დაიდანაშაულებენ და თუ იმას ხო არ აჩვენებენ, როგორ აგინეს ადამიანს და როგორ შეურაცხყვეს, როგორც კი გამოვიდა ამიდან, როგორც გამოვედით შტაბის შენობიდან. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბატონი სოსოც იტყვის ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას, რომ საზოგადოება უნდა იცოდეს ეს რისი საშუალებითაც მოხდება, სოციალური ქსელებით, ტელევიზიით, თქვენი საშუალებით, თუ საზოგადოებასთან, ასე ვთქვათ, აქტიური კომუნიკაციით, რასაც ვაკეთებთ ახლა და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ამისათვის და ბატონი სოსოც იტყვის ბუნებრივია თავის მთავარ სათქმელს. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას რომ მოგზავნდნენ. ვიცი რა ქართული პერიოდია ძალიან ისეთი რაღაცები ხდება, რომ ტელევიზია სულ დადის აქეთ იქ დაარცა. მე დათომ პრინციპში ყველაფერი თუ არა როგორც იყო, აქ სალაპარაკო რა არის, იცი, აქ არის ის რომ ელემენტარულად ჩვენ რომ მივედით იქ და შეგვაგინეს და არაფრის გამო მივედით, უბრალოდ მე წნევა მქონდა და თავის დროზე ვერ მივედით, დათო არ მიმატყვა სახში ვიყავი, ჩამოვედა ოფისში პრაქტიკულად არავინ არ იყო. გამოვედით 2-3 წუთში რა. ჩამოვედით 2-3 წუთში, თორე ორი ნაბიჯი გადავდგით და აი რობაქიძის მამა, ამის აფერისტი დედაც და იმის გარდა სხვების გვაგინებდნენ, მაგინებდნენ იქ რა. ყველა აყვა ამ გინებაში პრინციპში და ვერ ამინდა რომ თქვა. მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ იქ რაც პირველმა არხმა, ინგა გრიგოლიას არხმა ჟესტიკულაცია გაამასხნა. ხო, ტელეპირველმა საზოგადოებაზე არ ვიძახი, ტელეპირველზე იმიტომ ვახსენე ინგა გრიგოლიას არხმა. რომელიც აკეთებს რას, იცი რომ მე ვითომ ვარ უზრდელი და მთელი ეს ადამიანები აღელდნენ, იმიტომ რომ მე მოვაქეს უზრდელად. ვერცეთი ჟურნალისტი ვერ მეტყვის მე. ვერცეთი ჟურნალისტი რომ როდისმე უწმაწორი სიტყვა მithქვამს. ვერცეთი, მაგრამ ის ხალხი, რომლებმაც 200 ბიჭი მიწაში ჩადეს და რის გამო როცა 2008 წელს 160 ადამიანი დაიღუპა და 300 კაცინდელი გამქრალდა 300 მეტი ადამიანია მოკლული. მშვიდობიანობის დროს აქ როცა იმ ხალხს არც სიხეცე კი არ ეკუთვნოდა, ისე დასაჯეთ სიკვდილიც უკვე. ეხლა როგორ გონია მაგათ რომ მე ჩემ მკვდარშვილს და ჩემ ოჯახს შევაგინებინებ? უკაცრავად რა, მაგრამ აი ამ საქმეებმა ისეთი რამე გაგიკეთათ ნაცებო და მინდა იმ გრიგოლიას არხმაც იცოდეს რომ თქვენ ვერასოდეს ვერ გადაახტებით იმას, ვერასოდეს ვერსად ვერ მოხვათ. ამაზე გეშლებათ ნერვები, რომ ძალიან კარგად რომ ეს ხალხი არის კასტ მოძული ადამიანები, ბოროტები არიან რა. ჯერ ოდიშარიას, ბექა ოდიშარიას რასეუნებიან, კაცო, ექიმი უმალავს ხანდახან ასე დიაგნოზს და ესენი ეუნებიან რომ კი მოგაკ აი თქვენ ჯინაზე იცოცხლებს ოდიშარი 100 წელი რა, პირდაპირ გეუნებთ. და ქალი რო გამოვიდა, მე მინდა ეს რო თქვა და იმიტომ რომ დავანახო თუ ვინ დგას იმათ მხარეს. ქალი რო გამოვიდა და შვილიშვილების და შვილების წევლა რო დაუწყო ბიძინა ივანიშვილს რა. ჩვენ თითო შვილი ჩაგვიდეს მიწაში, თითო შვილი, მეც გვირგვლიანსაც, ასე შემდეგ, სულ ყველას სასიკვდილო ადგილებზე ტყვია მეყოდნენ და მიშა სააკაშვილის არ შვილი და არ შვილიშვილი, არ დედაჩემს, არც იას, არც ირინე ენუკიძეს, არც მე არ დაგვიწყევლია. რასისული და თქვენ ცხვირის გატეხვა ჯალათობას ეძახით და წევლით მაგის გამო, რომ ადამიანებმა, ესე იგი, აჩვენებენ იმას და ნახევარ რუსთაველი დაწყვეს ლამის.
ჩემი დიშვილის რესტორანი იქვია სიო იყო ტელევიზიაში თუ გახსოვთ ოპერასთან და მალადიორობა ჩაიდინეს ფული წაიღეს სკამები გამოიტანეს დაწვეს ვინ არის ეს ხალხი ეს ახალგაზრდები ვინ არიან იქ წესიერი ახალგაზრდები მაგრამ არიან ისეთი ახალგაზრდები რომელიც ამ ქვეყანას არ გამოუადგებიან უარგიშდებიან საქართველოს პირდაპირ ვიმეორე ქალები რა დღეში არიან როგორ იგინებიან ქალსო ხელიო ქართულმა კაცმა არ უნდა შეადიახ მაგრამ გააჩნია როგორ ქალს აი ისეთ ქალებს მაშინ რო იყო არავინ არ ეხებოდა და ისეთ ქალებს ეხლა რო არიან კუთხეში აყენებდნენ მაშინაც ხოლო მე რა მინდა რო ვთქვა ამით ეს ადამიანები სადაც არ უნდა დაგვინახონ აი პირდაპირ რო ყოფილიყავით ეხლა მე და დათო ყოფილიყავით იქ ხო შიგნით შესულიყავით თუ ალბათ ნაფლეთებად დაგვლიჯავდნენ რა იმდენად აგრესიულები არიან იმდენად მომზადებულები არიან ამ აგრესიაში და მინდა ადამიანს რო შვილიშვილებს დაუწყევლი პატარა ბავშვებს დაუწყევლი და ის რა დედა არის იმას იმ როგორ უნდა გაზარდო წესიერი შვილი რა დედა ის ეს პირდაპირ კუბოში ჩადება და ეს რომ ვერ გავიგე კაცო ისა რა ქვია სააკაშვილს არავინ არ წევლის რა ქვია დედისერთაშვილები ჩაუდო მიწაში ეს იმიტომ რომ ვინც არის ის შემოკარგო და მინდა ჟურნალისტებსაც უთხრა ზოგი ახალი ყოველ შაბათ კვირას პატარა ბიჭების დასაფლავებას დავდიოდი იმდენი უბედურება მაქვს ნანახი იქ ვინმე ყოფილიყო 3-4 საათი მიწაში ჩადება არ უნდა ჩვილების ხალხს ვერ არ უნდათ რომ მიწაში ჩაედოთ ეს ვინმე სულ ნახია სოსო ეგ ერთი იმაშისა საჯერ ლახსოვრების დაწესებულებებში 800 კაცამდე ყავთ მარტო მოკლული კაცო კი მე ამით დავამთავრო რომ ჩვენ ბატონ დიახ ჩვენ ვართ არ გათიცოდეს ის ხალხი რომელიც ვიბრძოლეთ იმ სისხლიანი რეჟიმის ის რეჟიმი რა იყო კაცმა არ იცის ის იყო გენოციდის ტოლფას დანაშაული მოუწყო საქართველოს გენოციდის ტოლფას და ნურას უკაცრავად აი დათოს ოცნების მომხრეა მეც ოცნების მომხრე ვარ თანამებრძოლია ჩემი ეს კაცი ნურას უკაცრავად ეხლა ვეუბნები იმ ხალხს რომელსაც გონია რომ მოვლენ 4 და იმაში სპეცრაზმის უარ გამოაგზავნონ რო გაგიღონ კარები და შემოგიშვან მოგართვან პოდნოსე ის რა ქვია ქვეყნის მართვა ნურას უკაცრავად მაგრამ ჩვენ ვერ მოგიშვებთ და 100,000 ჩვენაირი ადამიანი გამოვა და მე სად ვერ გაიქცევით ვერცად ვერ გაიქცევით როგორც გაგვადინეთ სისხლი ისე გაგადეთ საზოგადოების განწყობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცი ხა მე აგერ ჩემი ფეისბუქები ნახეთ და ადამიანები აგრესია ადამიანებში იმდენად არის რომ შეიძლება პირდაპირ ანგარიშწორებაზე გადავიდნენ და არ შეიძლება ეს მოხდეს ამ ქვეყანაში ეს ვერ აიტანს ეს ქვეყანა ამ ყველაფერს და რაღაცა რა ვიცი ჯობია რომ გონს მოეგონ და დემოკრატიულ ჩარჩოებში თუ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პროცესებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხომ ამბობენ რომ მთელი საქართველოს მაგათ უჭერთ ხარს ხო ამის ლაკმუსის კაღალდი არის არჩევნები მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მოიგონ ეს არჩევნები კაცო მაგრამ 10 არჩევნები წააგეს მაგალითად რომ ცენტრალური საარჩევნო დიახ არა ის ბავშვი არ დაბადებულა და აბრამი დაარქვესო ეგ არის ახლა რა კიდე ერთხელ ვეუბნებით 10 არჩევნები ჩატარდა და არც ერთ არჩევნებთან დაკავშირებით მეტნაკლებად სერიოზულ და ძალიან გავლენიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს EUTODIR-ის დასრულებით არავის არ უთქვია რომ საქართველოში არჩევნები იყო არაკანონიერი, არაობიექტური, რა თქმა უნდა, არჩევნებში დარღვევები ყველა ქვეყანაში არის, მაგრამ დარღვევები რომელიც ვერ ახდენს არჩევნების შედეგზე გავლენას, ხო? აი წინა საპარლამენტო არჩევნებზე 3300-ზე მეტი საარჩევნო უბანია საქართველოში და რამდენი საჩივარი დაწერეს, იცით? 200-მდე საჩივარი დაწერეს, ისიც უარგუმენტო, რომ რაღაცა ქონოდათ სათქმელი რა. ამიტომ ესე რომ ეს არის ძალადობით მოსვლის ცდელობა და ეხლა ძალადობით მოსვლის ცდელობას ამ ქვეყანაში არავინ არ დაუშვებს რა. ჯერ ის რომ სახელმწიფო არის, სახელმწიფო ფუნქციონირებს სისტემა, სტრუქტურები და რაც თავარი არის, საზოგადოების განწყობა არ არის მაგათ მხარეს. ეგ არის მთავარი პრობლემა რა. და საზოგადოების განწყობა რომ არ არის მაგათ მხარეს, ხო? აი ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, ხო? იმუშავეს შოთაშორის მეც ვიყავი ამ კომისიაზე და 4 საკითხი სოსო ბუნებრივია თავისთავად ჩემი 4 საკითხი იყო იქ საქართველოს ეროვნული ზარაფხანა როგორ წაართვეს სახელმწიფოზე როგორ იჩუქეს ნაციონალურ მოძრაობამ 26 მაისის ღამე სულიკოსა და კვინტრაძის მკვლელობის ამბავი და არანაირი დენს არ მოუკლავს ის ადამიანები სკოლის გაყიდვის ეს რა უნდა სახურავზე ხო ასისულელი მაღაზიისა საძოვრები წაართვეს ვანის რაიონში კიდე მოსახლეობაზე დატოვეს 3000-ზე მეტი ოჯახი მშიერი და მე ვთხოვ კომისიას 400-ზე მეტ გვერდიანი 460 გვერდიანი მასალა გაკეთდა წიგნად არის გამოცემული და შეზღუდული რაოდენობით კი არ უნდა იყოს აი მივმართავ ახლა კომისიას რა აი რუსთაველზე რომ ატარებენ აქციებს იმათ დაურიგონ ეს ყველაფერი და რომ წაიკითხავენ ამას ხო დარწმუნებული ვარ მეორე დღეს იმ აქციაზე არავინ არ მივა რა ჩაიდინეს კვლელობები ბიზნესის რეკეტი ასე თქვათ მასმედიასთან ურთიერთობაში და რა ვიცი რაც გინდათ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათევლის კუთხით სავსე არის ფაქტებით ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ ვიღაცას უგონეს მაგრამ აი ამ კომისიის დასკვნაში პირდაპირ გვარი და სახელებით არის მითითებული ადამიანებმა რა გაიარეს რა ნახეს რა ტანჯვა აწამეს როგორ წაართვეს ხონებები როგორ აწერინებდნენ ღამე ნოტარიულად ჩუქების გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ ამიტომ ეს დასკვნა რომელიც არის ამ კომისიის მე მგონი თელ საქართველოში უნდა დარიგდეს ვინც წაიკითხავს და მიხვდება ვინც არა და პრობლემა არ არის კაცო ნუ მიხვდებიან და იყვნენ უმცირესობა და უმრავლესობა სულ იქნება არჩევნების შემდეგ აი გუშინ აგერ გათომაც ნახა იმ დღის ამბავზე რაც მოხდა 122000-ზე მეტი ნახვა აქ ეს გუშინ იყო და ეხლა არის 150 რაღაც ერთი დღეშიც არა 122 რაღაც აი ნახევარდღეში ხონდა 122 TV პირველი სიუჟეტს ვამბობ ახლა რაზე ჩვენ აქ მოვედით როდეშტოსო რაც თავარია კომენტარების გარეშე უდევთ იმიტომ რომ იციან კომენტარები რა იქნება იქ რა არის მხოლოდ ასე თქვა დალაიქება და ნახვები მითითებული აი გრიგოლიას პროდუსერმა ისე შედით და ნახავთ TV პირველის გვერდზე გუშინ წინ უდევთ ესა გუშინ საღამოს უკვე 136000 ნახვა იყო და 136000 ახლა ჟურნალისტები ხართ თქვენ მიხვდებით რა ეს არ არის პატარა ციფრი ოღონდ კომენტარების გარეშედებს რა იმიტომ რომ კომენტარი არ უნდათ მოისმინონ იმიტომ რომ კომენტარში ადამიანი იტყვის რომ ეს მასე კი არ ყოფილა კაცო სოსო რობაქიძეს კი არ უგინებია ეს ხალხი და ჟესტი კი არა სოსოს აგინეს პირველი და სოსოს კი არ აგინეს ამიტომ აგინეს ყველას იამეტრეველს გურამ გირგულიანს, ირინა ენუქიძეს, ჯამბულ გამცემლიძეს, გულიკო გამცემლიძეს და რა ვიცი, აფრასიძეს, სინდელიანების, რომელიც წაიღეს და ზღვაში ჩაახშეს და თავი რომ მოუყაროს 500 იმ ოჯახებს აჭარელი უთმელიძე და ეს სამი ახალგაზრდა ბიჭი უცოდველი ბავშვები რომ მოკლეს იმაში რა ქვია მართლა კარგი იქნებოდა სირცხვილია რა უბრალოდ ბოლო რა პარლამენტი და აი მე მინდა უთხრა ამას ეხლა თუ ინტერნეტში დადებ კაიგნება სოზარს მინდა უთხრა სოზარზე თხოვ რომ მეც მომცეს ის და ის ერთი წიგნი და საერთოდ ამ ოჯახებს უნდა დაურიგონ ეგ წიგნები რა თავისთავად გასა ოჯახებს კი არა მაგ წიგნი უნდა დაბეჭდონ ერთი 200000 300000 ახლა შეიძლება ყველა ოჯახში ვერ შევიდეს და ნაცები არც იყიდი შენ ნაცები უფრო იყიდიან მაგას აიკითხავენ თუ გინდა სიმართლე გითხრა მაგრამ ეხლა 300000 უნდა ბეჭდა რა საიკითხავენ არა წაიკითხავენ დამიჯერე რა ბიჭო იმიტომ წაიკითხავენ რომ პროტესტი თქვიან და ასე არ იყო ეს არ იყო იტყვიან რა ექსპერტებს დასვავენ ალბათ და წაიკითხავ ეხლა იმათ რამე რო დაწერონ წაიკითხავ ხო რაში წაიკითხავენ უკვე აზეც არიან და იძახიან უკვე კიდევაც რომ ეგო დააბოლეს ერთმა ვიღაცამ თქვა არ ვიცი დაჭკებიანი როა ლილუში თუ დაბოლილი რაღაცეები არის რო არ წაიკითხავენ და მაგრამ ხვალდაზე უნდა გაუქმდეს ეგ პარტია და წაიკითხავენ აბარასთან მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ხო და მინდა რომ უბრალოდ დაურიგოს როგორ დათომ თქვა აგერე ლურთკიფანიძემ დაურიგოს ეს ხალხს და არჩევნებს ვერასოდეს ვერ მოიგებენ ამ არჩევნებს უნდა დაარიგონ და იმ 28 წელს რომ მოვიდეს იქაც უნდა დაარიგონ ეს არჩევნები თუ რა მოხდა მე გეტყვით რა მოხდა ამ ხელა დანაშაული არ არის მოხდილი არც კომუნისტები არც ფაშისტებმა ებრაელები დახურდეს ქართველები კი არა თავის ხალხს როგორც სააკაშვილი 21 წამი ეს არის მე 21 საუკუნის გენოციდი დანაშაული თავის ხალხზე